ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სააღდგომოდ მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ ოჯახებს სასურსათო ნობათს გადასცემს. სასურსათო ნობათი 550 ოჯახს გადაეცემა. პროცესის მიმდინარეობას სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო. ზუგდიდის მერია სააღდგომოდ მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის სასურსათო ნობათის გადაცემას ახორციელებს. საუბარია 550 ოჯახზე, რომელიც წინა სააღდგომოდ მიიღებენ დახმარებას. თითოეულ მათგანს და სრულიად საქართველოს უოცავ კარს მომდგარ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად კვების უზრუნველყოფის ფარგლებში ახორციელებს სოციალური პროგრამების ბენეფიციარი გარკვეული კატეგორიების ოჯახებისთვის სააღდგომო ნობათის მიწოდებას. კალათა მოიცავს 16-მდე დასახელების პროდუქტს, მისი მიმღებები არიან ისეთი კატეგორიის ოჯახები, როგორიც არის მრავალშვილიანი ოჯახები, დედმამითობოლი, 100 წელს გადაცილებული და სხვა შეჭირვებული ოჯახები.